ბუძგურია. გაბუძგნილო. დღეს რა რიცხვია? 1 ივლისი. ხო და ჩვენი პირველი ჩამოსვლა არის ახლა ეს პირველი მოსვლა ზღვაზე. ანაკლიაში, რა თქმა უნდა, ძვირფასებო. Let's go.
ჩამოსული არ არის და ამას უყურებთ რა. ამას უყურეთ ამას. ნასკები არაფრის დიდებით არ გაიხადეს. ხო რამდენი უთხარი გაიხადე. ნასკი გაიხადეთ მეთქი. უი დედიკო. გაუხევია. მისაკერია. შენი წვიდა ფასანოჩკებში. მუხა საით. Ada. გეგა, ფეხზე გაიხადე ნასკებიც და ისე დაჯე, ითამაშე. დააფუჭებ მაგ ფეხსაც სმელს. აი. ვითამაშა. დედა. არა მოვარდე მასამი. წადი. გოდეს გაუკეთე. კი, ისე არ გაუშვა. წადი. დედას გოგო. ედეგა. ხო. ნასკი გაიხადე, ნასკი. ის შენი ფეხსაცმელები აქეთ დადე. რა არის მუხა? იფუშება? სამკლავეები გაუკეთე. სამკლავე. მოგცე მის გაუბერე. კაი ის გაუბერე მას. დიდიკო. ადა ჩაყვინთე დედიკო გიხებ. ჩაყვინთე დე. ამოვლენ კაცო, იყვნენ მუხა შეჩიო, რა გინდა? ბიჭა ბავშვისკენ არის როლო. ხოდე. ხო. არ გააკეთე. დედიკო. ხო დედიკო. საქანელაზე? წავიდეთ მე. მუხა საქანელაზე წავიდეთ. კაი? რა არის? საქანელოზე. Ada. Ada, kubalikები გაისწრა.
გოდებ თხილად. გაიწიე. გოდე წინან გაიარო დე. ხარ გეშინია დე. ყაჩა ხელი არ გაუშვა. ადამიანს დამსვა. ადამიანს დამსვა. ხო დედი. ადამიანს მინდა. მოკლედ ციფასება. ეხლა. ცხელია. და იცით სტეროთიპი საფუარს ვერ უზა. ამიტომ შევუდგე უნდა ეხა იმის მოზელას. ჩემო ძმამ დამირეკა. ამანათიანია და გამოართია. არის ესე იმაზე ჩავიყვინე. ეხა რა გვინდა ჩვენ? გვინდა ჯერ საფუარი. ერთი სუფრის კოზი, ანუ ნახეთ როგორ არის, როცა ასეთი ბევრია ცომის მასა. მაშინ მეტი მინდა, მაგრამ მე არ ვუშვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საფუარი არ მინდა, იმიტომ რომ გადამჟავება იცის მერე ცომმა და ამიტომ არ ვუშვები. ზოგჯერ ორკოს ვუშვები შაქარს, ზოგჯერ სამს გააჩნია მასას, თუ ბევრი არის სამი. აი, ხომ ნახეთ ეხა, იქეთ მივდიოდი მაცივარზე. ეხა მინდა მე რა მინდა? მაიონეზი და კვერცხი სად მაქვს ოღონდ? აი აქ. იპოვე. კარაქსაც გამოვიღებ, კარაქითაც გადავზებ. კარგი გამომივიდეს ზეკალკი. ისედაც კაი გამომდის სულ, მაგრამ მაინც კარგი რახან მაქვს. გამოვიყენოთ ძვირფასებო. ეს არის ცილა, მე გულს არ ვიყენებ და არ მიყვარს კვერცხის გულით. მაგ გულს არც მოსასმელად არ გამოვიყენებ. ზოგი უსმევს, ზოგი არა, ვიცი მე ვერ აშრება, მაგრამ მოკლედ სხვა რამისთვის გამოვიყენოთ, ამიტომ რომ არ გაგვიფუჭდეს ეგ. მაცივარში შევინახოთ რა თქმა უნდა. ოღონდ ზედ უნდა მოვასხათ ზეთი. ძალების აღმდგენი. დილითო ვინც აჭმელს არ მიირთმევთო, მეტად გაქვთო 33%-ით მეტი გაქვთ იმის შანსი, რომ ხილი გქონდეთ. არასოდეს არ მივირთმევ დილით. აი არასოდეს სამი ხანია წლები არ მივირთმევია. ეხლა მაიონეზი. მაიონეზი მე ბევრს არ ვუშვები. ეს გამოვა სადღაც 2 კოზი. ხა, ყველაზე დიდი თუ 3 გამოვიდა. ზეთი 1 ღვინის ჭიქა. მე თვალით ვხუდები და ამიტომ მეტიც რომ მოგივიდეთ, უფრო უკეთესი გამოვა. მაგი არ არის პრობლემა, მაგაზე არასოდეს არის დარდოთ, ბევრი ზეთი მომივიდაო. უბრალოდ კი ცუდი არის იმ მხრივ, რომ ადგილი არ მაქვს ზემოთ კვერცხის ყველი დევს მუხლანის სიყვარული ყველია ერთხა.
ტოსტის ყელებია თუ რა ვიცი რაც არის. აბა მე სახლში გაკეთებულს იშვიათად ვჭამდა. სხვა რა თქმა. ეს ყველაფერი აქვს. ეხლა ზეთი აქვს, მაიონეზი აქვს, ეს არ გვინდა. ეხლა გვინდა ჩვენ ქვილი. მაგრამ ჯერჯერობით აი ასე. და არ ვარდება რა კაია. სუსტად ზომა აქ მაგ. ქვილი. ქვილთან ერთად მარილი არ დაგვავიწყდეს მარილი. ერთხელ დამავიწყდა და ბოლოს მომიწია. ვიყურეთ ახლა. მოკლედ, ჯერჯერობით ეს სრულებით საკმარისია და აი ასე. მასალს გააჩნია მარილის დოზა. რა ვიცი, მე ხელით უფრო გრძნობ ხოლმე თუ რამდენი უნდა ვუყო. ხო და ეხლა სუფრის კოზი და მეოთხედის გავუკეთე კიდე. არა რა ეს თასები ძალიან მომწონს. კარგი. კიდე მინდა. ხელი პლასმასი არ არის ეს. ხელი არის ეს ოდნა, მაგრამ ამაზე ხელიც მქონდა. ძალიან ადვილად გამიტყდა, მაგრამ ძალიან იაფადი იყო. მაშინ იქეთ რო ცხოვრობდით. რო არ მქონდა იმდენი საშუალება, რომ მაინც და მაინც თუ ვიყიდი ეს საკარს ვიყიდი მეც, იმიტომ რომ გახსოვთ და ბევრჯერ მითქვია, რომ ჩამოვედით, ორი ქვაბი მქონდა, ერთი ქვაბი იქ დამხვდა იმისი, რა ქვია, ხაზეიკის, ორი ქვაბი მქონდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მეც იაფს ვეძებდი, რომ რაღაც მე ორი კოზი მქონდა და ორი ქვაბი. თებშები მქონდა, მაგრამ თებშები მქონდა ნაჩუქარი. გოდეს ნათლობა რომ მქონდა ეკლესიაში რომ ცხოვრობდით, მაშინ მომიტანა ეს საჩუქარი. ხო და ეხლა რაც მაქვს და ნუ გვაქვს ბევრი ჩემი გამომწერის დამსახურებით, გამომწერების და კიდე ცოტა რაღაცას თუ მოვტეხავდი მუხასთან ჩემი მესიჯი არის მოგვიყვეს მოიტანდა მოვხდი. ეხლა უკვე შეუდგეთ ხელით მოზელვას. ასე, ეს ცომი ნახევარ საათში მზად არის ხაჭაპურისთვის. ასე რომ
ქვილჯერ მაქვს კიდე ცოტაც ორიანდენი მექნება. ეს კი იქნება იმდენი ხაჭაპური, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჟარონა რომ აქ იმით არ გამოვიწყო. ხო და გამოგიცხობთ მერე. დღეს ერთ წელს გამოგიცხობ დედიკო, მერე ყველი რო არ მეყოს. მამა შენმა ჩვენს გამოგვიცხვეო და მე დაადასო. ქობულეთში არ ვიცი, იყო თუ არა საცხობები, მე მგონი იყო. მე მგონი იყო. კი. იმიტომ რომ გოდესის ვაჭამე მე მანდ. ჰოთ-დოგი. ყველას რო ეჭირა, რო ნახა, ისე უყურებ და მივხვდი, რომ უნდოდა. თუ გინდა გიყიდი მეთქი და არ ხირდა სხვათა შორის ძვირი, სამი ლარი ხირდა. მე მომშივდა საღამოს, უკვე აქეთ წამოსვლის დროს და ერთ გოგოს მოქონდა, ანუ შობელს ქადები და იმას ვეძებდი, საწაიღეთ მეთქი ზემდენი ქადა. მეც მაჭამეთ მეთქი ერთი. ესე ჩემო კარგებო. ხო, ჩემ დედამთილი აპირებს უნდა მოსვლას, მაგრამ არ ვიცი დრო. ხო და სულ ხან იქ ვარ, ხან აქ ვარ. წესით. მერე ეხლა ჩემ დედამთილის არ ეხება, მაგრამ საერთოდ მოვაყოლებ ეხლა ამ ამბავს. მერე ბევრისგან გამიგონია, რომ აი მივედი და მარტო ყავა შემომთავაზა და ასე შემდეგ. მაშინ გაართხილეთ ხალხო ის ადამიანები, თუ სხვა რამეს აძელოდებით, რომ მიდიხარ. მაგიტო ვიძახი მე, გემრიელი ჩემთან არ რჩება. ასე რომ მირჩენია ვიცოდე, როდის ვინ მოდის ხოლმე, რომ რამე გამოვიტანო იმ მაღაზიიდან და მედოს. რო ჭამონ მე ადამიანებმა. გამოუტანო და პატივიცე, ხო? მერე რო არ მომიწიოს სირბილი და მერე ზოგი არც გაგიშვებს, ვაიმე არ წახვიდევალი არ დაიდორეს, მე ესე ვიცი მაგალითად. სოფელში არ ვარ, რომ აი რომ მოვიდოდა ვინმე არ იქა, თუ რამე ყავდა დასაკლავი იყო, თუ რა იყო, რა ვიცი. დავკლავდით, ხომს გავაკეთებდით. სამეგრელოში იციან ეგ, პატივისცემა არის, ხომს რო გაუკეთებ ადამიანს. სტუმარს. შეიძლება არ ვიცი, ყველას არ უყვარს ხომი, მაგრამ ეს გონიათ მართლა პატივისცემა და მე ვფიქრობ, რომ არის. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხომი. ძალიან მიყვარს მართლა. ზეცას. ეხლა ამაში გავურევ კარაქს. რბილიც მომიგვინდა. ამიტომაც მეც არ გავასქელებ. მომიტანე ხა კარაქს და ჩავაზრე მაგას. ჩაუწიე მუსიკა არ მინდა. ეს არ ვიცი რომელი კარაქია საწონია და მაგით კრემი გავაკეთეთ. ნახეთ. აი ამდენ ზუსტები არ ვიცი საფაცურასი რამე წესით უნდა იყოს. შეიძლება დავამატო, არ ვიცი.
დავამატო თუ არა. აი ზამენზე ხა გავაფუჭებ ცომს. კიდევ აი ეს ნაჭერი. აი, ნახეთ ახლა. გავეთარ მინდა რომ ხავი დავსვარო კიდევ და თასი. აი უყურეთ. ეხლა ეს კარგად უნდა ჩავიდეს ამ ცომში. გაჩვენებთ მერე დრო და დრო. ცვირფასება. აი უყურეთ. ეხლა ამას ბოლოსკენ ცოტა ზეთი ვუქენ, იმიტომ რომ ხელზე არ მომეკროს ძალიან. აი ახლა ამ ცომს ხედავთ როგორ პრიალებს, რო შეასვენებთ და კიდევ გადაცომავთ მერე გადაზელთანო, მერე უფრო უკეთესი ცომიც გამოდის. ასე რომ ამ ცომს ვინც აკეთებს ხაჭაპურისთვის, ბევრი პირადში მადლობებს მწერს, რა ვიცი მე ძალიან მომწონს და აქ სტუმრები რომ მყავდნენ, ყველა მიკითხა ჩემი ხაჭაპური. სხვათა შორის ქალებსაც კი მოეწონათ. ხო იცი ზოგ მაიცის ჩემზე უკეთეს მაინც არავინ არ აკეთებს, და არ გეტყვის კაიაო და მეორე დღის მოეწონათ ჩემი ხაჭაპური, წარმოიდგინეთ. ასე რომ პიცისთვისაც არის ძალიან კარგი და ამ ცომით ვაკეთებ მერე ფენოვან ცომსაც. გამოდის ძალიან კარგი. აი ასე. შევასვენებ ახლა და ვახურავ და 10 წუთის მერე გინდ 5 წუთის მერე ჩვეულებრივად გადავზელ. თუ ვერ გადავზილე, არაფერი არ შევდება მაგიდაც. მაინც კაი ცომი გამოდის ხალხო. მაინც ძალიან კაი ცომი გამოდის. მოკლედ. ეხლა დავახუროთ ამ ჩემლამას თასს. აი მე როგორ მომწონს. როგორ მომწონს ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს ეს სილამაზეები. კი პლასმასია, მაგრამ მაინც მიყვარს. მერია. აი ისინი რო არის, უჟანგავებს რო ეძახიან. ბევრი აქ. ლიკამ ბევრი იყიდა. მე სულ პლასმასებს ვყიდულობ, იმიტომ რომ ისეთი სამსახური არ მქონდა, რომ ბევრი ფული მეშოვა. ჩემთვის არ ვიყიდულობდი არაფერს და თასები, ჩაის სტილოები, რა ვიცი მე იმდენი რამე მქონდა ჩემთვის ქორწილი რო იყო, რომ ქალებს უყვირდათ. ხო და ყველაფერი ჩემი შეძენი. დედა ჩემი სულ მიბრაზდებოდა, რომ აი ტანსაცმელი იყიდე. ყველა რაღაცას ყიდულობს თავისთვის და შენ არაფერს და მოკლედ. სისულელი ყოფილა მე თუ მკითხავთ ადამიანმა შენ თავსაც უნდა მიხედო, იმიტომ რომ კარგი, ამდენ გასარეცს რო უყურებ ეხა კი არ მაგარგად საქმე, მაგრამ ეხა ლიკამოდის მე ყავას გავამზადებ. აქ იყოს. ყავას გავამზადებ, ხო ხედავთ? გასარეცხები ისე იცდის. ეს რძე ვარგა დავახურავ უბრალოდ ეხა ამას თავს აქვს. რაზე ჩავაგდე? ყველაფერი ჭირს, მაგრამ ახლა გასარეცხებს ამის გავარაგდე. რამე ეგონება ადამიანს თასები არის ერთი თასი. ეს თავსახურით და 5 თებში 1 ჩაის ჭიქა, 1 ეს რძის ქილა და ლიმონი რო გავწურე ისდევს ხალხო. მაგრამ პატარა ნიშარა სისულელე დამემართა, რომ ის არ ვიყიდე. ერთი იყო აი ესეთი დიდი, ის მეყიდა. ისაჯობდა ეხლა მე აი ამოია, რა თქმინდოდა, რომ ბრეცხავ, აქ არასდროს არ ტოვებ, არ მიყვარს მაგი. მე ვერ ანუ მე მაგხებს ზედა რა გავაკეთე. ამიტომ არასოდეს აქ არ ვტოვებ, აი იქ.
იქეთ ირეცხება, ხო, მაინც საჭმის რაღაც ნარჩენები ხო მიდის. ხო, ყველა უცებ წამებში ქვემოთ არ წავა. იქ არის და მე ხა იქ ჩატოვებულ თებს მე ვერ შევჭამ მაგ თებში. არ მიყვარს. ემიქა სადაც მივიდეთ ეს ორიანი კაიავა, ეს გარეცხალი იქეთ გარეცხელს ჩადებული, მაგე არ მიყვარს, მე ვეცდით მიყურება სამბოქსა და მე რამისი არ გამომივიდეს ერთი და არ გავაგრძელე. თორემ მე კი არ ვარ სისუფთავის დედოფალი. ზოგჯერ ვერ მაქვს მოსწრებული ბევრი რამ. ეხლა ერთი ვანა გასარეცხები უკვე მაქვს. მეორე ის მთლიანი ლოგინის, დიდი ლოგინის რო არის, ის ადიალა, ანუ გადასაფარებელი, შევაგდე, მერე თეთრეულები უნდა შევყარო. მერე კიდე მუხას დაუტოვებია თავისები, ფორმები. ესენი უნდა შევყარო, გავრეცხო. ეხლა ისინი გამშრალები იქნება რამოდენიმე რაც კიდეა. ხო და ანუ ველოდები რომ მოხსნა თოკი არ მაქვს ბევრი. და რაც მაქვს ის გავსებული მაქვს. თან ის რგოლები არ გვაქვს იმისი, რკინის. არ ვიცი მუხლენ სად იშოვის, მაგრამ უნდა გავაკეთოთ როგორმე. რომ თოკები კიდე მივამატოთ, თორე არ ყოფნის ის თოკი. და სახურავი აივანზე. ძვირი ჯდება და მოკლედ გადავიფიქრეთ. ანუ გადავიფიქრეთ რა, ვერ ვწვდებით, ჯერჯერობით და მერე ახალი წლის მერე ვიცი რომ მოვახერხებთ. ვალებს გავისტუმრებ, ვისიც მართებს. პირველ რიგში სულ ეგრე ვართ, გინდ წვრილ მარმალებზეც, ყოველთვის მუხა ხელფას რო იხებს, ბავშვებს გეფიცებით, ჯერ ხომ აქვს ის ვალების რვეული. ყველაფერს ვანგარიშობთ იმისი, გადავდებთ და რაც დარჩება, თუ დარჩება ისაა ჩვენი. ვედავლიანით. ცუდი ხმარ. აი ასე. გეცალა მომწეს. ესე ხომ მითქვია თქვენთვის, ბევრჯერ მითქვია რომ თბილისში რომ მუშაობდი, ხანისმენა რო ვიყავი, აი ვერ ვძლებდი ამის და კოკაკოლის გარეშე. დედა ხალხო მაგი რო არ მქონოდა, აი ღამეებს ვერ ვათენებდი, როგორია ყოველი ღამე 5 თვე. მხოლოდ მესამე თვეს მქონდა შუალედი და შუალედში ვგულისხმობ იმას, რომ ყოველ მეორე ღამე მივდიოდი, სადღაც ეს 2 კვირა გაგრძელდა, იმიტომ რომ მერე ის ადამიანი გაუშვა, ანუ ალბათ იმის მუშაობა არ მოეწონა ნინელის და მე დამტოვა. ყოველ ღამე და კონტრაქტიც გამიქონა. არავის არ ქონდა კონტრაქტი, მარტო მე და თამდეს ქონდა. ესეიას. ერთადერთი რა მინუსიც მე მაქვს ჩემს თავში ეს არის, რომ თვალ ადამიანებს ვერ ვიტან. ხო და ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს, ანუ საერთოდ თვალ ადამიანებს რო ვნახავდი ხოლმე, მათთან გამოლაპარაკებაც კი არ მინდოდა. საერთოდ გინ კლიენტი რო შემოდიოდა, ვინც იყო მაგი არა აქვს მნიშვნელობა და ეგ მიშლიდა ძალიან ხელს, იმიტომ რომ შორენა იყო რა ერთი გოგო, მოლარედ მუშაობდა მაგი და აი იმდენად აი როგორი გოგო იყო, იცით? ყველასთან რო საერთოს გამოძებნიდა. მე არა, ანუ მაგალითად იქ ნაკაშიძე დადიოდა, გიორგი ნაკაშიძე თუ იცით. გიორგი ხო ქვია კაცო? დამავიწყდა. ნაკაშიძე დადიოდა და
რამდენჯერ ანუ სულ ცდილობდა აქეთ გამოლაპარაკებას ჩემთან რაღაც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან პოპულარული იყო და რომ შემოდიოდა გოგოები მართლა ისიოდნენ, რომ შენთან ფოტო მინდა ეს ის და იცელიკა იქნება. ხო და მე არა. ანუ რამდენჯერ ვთქვია, რომ არ გინდა აეჭვიანო, ან გინდა გადავიღოთ ერთად ფოტო და დადებ ასე შემდეგ და არასდროს არ მდომივია მაგალითად რამდენი მოსულა მე არ გადამიღია თითქოს და მე უყოფილიყავი ეს რა ქვია პოპულარული და არა ის და იმდენად როგორ გითხრათ მახსოვს პულს ვალაგებდი და გიორგი ნაკაშიძე ხო იცი ჯარისკაცი რო იყო ჯეოსთარში რომ მოხდა მე მგონი ჯეოსთარი საქართველოს ვარსკვლავი რო იყო ხო და ეს პულს ვალაგებ და ახლა აქეთკენ ხო არ ვიყურები, კაცო პულს ვალაგებ, პულს ვიყურებ. თან იმიტომ რომ იქ იყვნენ კიდე ერთი მოლარე იყო და მე კიდე ერთი ღამის კონსულტანტი ჩემთან ერთად და ზოია. აურა მაგარი ხალი იყო. მაგრამ ვგებდით ერთმანეთს მე ის თამარი. ცოტა თამასთან რაღაცნაირი ის ქონდა, ცოტა. ისეთი არ მოსწონდა, მაგრამ მე თამარი ძალიან მიყვარდა. ჩემი კუდი გახდა მერე. ხო და მოვიდა და ვიღაცა მუცებ ესე ამიხვია უკნიდან თვალები მაგრამ მაშინ მე და მუხრანის საუბრები გქონდა და ამიტომ არანაირად ის კი რა უპირდათ რომ როგორ ახლოს არის ეს ბიჭი შენთან და რაღაცნაირად ანუ პირიქით მე რომ დავაკვირდი მე ამ ურთიერთობებს ანუ ამ ადამიანებს რომ დავაკვირდი ის სულ არ მოსწონდათ რომ ახდებოდნენ იქეთ სულ აქეთ მოდიოდა. ანუ ცდილობდა რომ რაღაც ურთიერთობა ქონოდა ჩემთან. ხო და არ არის კარგი. ანუ ბევრჯერ ვიძახი გოგოებსაც რამდენჯერ მითქვი ანუ ჩემი სახით შენ გონია კი არიან ბიჭები ის რომ მოსწონთ მაგრამ არ ვიცი იმას არ მოსწონდა. შეიძლება ბევრს არ ვიცი. ჩემი ძის არის მაგრამ რა არის არ ვიცი. რო გავხედო არ მინდა რომ ეწყინოს. იქნებ სულ არ მაქვს გასახედი. რაღაცა არის პლასმასი. რაღაც ყუთივით თითქოს ხო და სანამ არ მეტყვის გახსენი და ნახე როგორია ვეგავს. ხო და ესე ჩემო კარგე. რამდენი მოდიოდა იქ ცნობი. ის გოგილო თუ ვიღაცა ეხაც არის იმაში რა ქვია. ვაიმე როგორი გაბრაზებული ვიყავი მაგასინა. ჩემს დაქალს ეუბნება რომ დირექტორს უთხარიო ეს გოგო გაუშვასო სამსახურიდან. რატო იცი? თავზე რო არ დავახტი იმას. და როგორც სხვა გოგოები იქ ჩვენთან მართლა ბევრი გაუშვა, იმიტომ რომ აი ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან ზედმეტად ახლოს რომ მიდიოდნენ ურთიერთობებში. მაგიტო, ბევრი გაუშვა ნინელი. ხო და ესეთი იყო ის. ვაიმე 200 ცეცხლივით მეგრელი გოგო ხარო. მე პირში ესე მითხრა და იქ რა ქვია, თან რო არ გაუღიმე ამაზე და რაღაც. ანუ უფრო სერიოზული ვიყავი ახლა, რა მექნა, ყველას ხო ვერ გაუღიმებდი. მე სხვანაირად დაიწყებდა ვიღაც. ეს გაუღიმებ ადამიანს და всё, ეს კალაპშუტა არიან რაღაცავა და აი სულ იმაზე მიფიქრებოდა, ხო? ხო და მოკლედ ეს ჩემო კარგებ. არ მომწონს ის ბიჭი დღესაც რომ ხედავ ვიდეოებში კიდევ გაბრაზებული ვარ მაგაზე. და ნინელი უთხრა, პირიქითო, სულ თუ ვინმე მინდაო, ჩემს თან იმისი არ იყო, ის სიძის იყო, ნინელი სიძის, მაგრამ ის იყო დირექტორი. ესეთები მინდაო და პირიქით აქეთ მეხვეწებოდა თქვენნაირი გოგოები მომიყვანო. ოღონდ იქ გოგოებთან მე ცუდად გამოჩნდებოდი, ახლა ვინმე მომიყვანა და ისინი გაეშვა, ჩემ ბრალი იქნებოდა. მოკლედ ეს წავედი.